ეკადიის მოსახლეობა ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადის გადახდას არაპირებს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კი მხოლოდ გადავადების კომპრომისზე მიდის. რამდენიმე თვეა ეკადიელების მთავარი საწუხარი უწყლობა მოგვარდა. ეკადიაზე წყლის მაგისტრალი ნოემბრის თვეში გაიყვანეს, მაგრამ ოჯახებმა რეალურად წყლის სახლში შეყვანა აპრილის თვიდან მოახერხა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კი, როგორც მოსახლეობა აცხადებს, ადგილობრივებს არ მოხმარებული წყლის საფასურის გადახდას თხოვს. უნდა გადავიხადოთ, მაგრამ გვინდა გადავიხადოთ რეალურად მოხმარებული წყლის საფასური და არა ის, როცა ვთქვათ, არხში წყალი მიედინებოდა და ჩვენ ამით არ ვსარგებლობთ. ვერ გავიგე, მაინტერესებს, რომ რატომ უნდა გადავიხადო ის წყალი ნოემბრის თვიდან აპრილამდე, როცა აპრილში მომივიდა მე წყალი და კი ბატონო, გადავიხდი აპრილიდან. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ამბობს, რომ მოსახლეობა გადასახადს ყველა შემთხვევაში გადაიხდის. კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ დათმობაზე მიდის. შეგვიძლია ის გარკვეული თანხა რაც არის, გადაუნაწილო და ეტაპობრივად გადავახტებინო. ეს სამორიცხვაზე საუბარი ამ მომენტისთვის მაქსიმუმს გავუკეთებთ 6 თვის განმავლობაში და გადაუნაწილებთ ამ თანხას. ჩამოაწერს თუ გადაუადებს ეკადიის მოსახლეობას წყლის კომპანია 5 თვის გადასახადს, ამას რამდენიმე დღეში შევიტყობთ.